გამარჯობა. ბოწამს გავვედით და კინაღამ დავვრჩვით ცეცხლში. აი ვარი უკან. აბა ანა, როგორ დავიწყეთ? ყველაზე ადრე მოვედი და ველოდა ბავშვებს 1 საათი, ის მოხდათ რომ ყველგან მაგვიანებ, მაგრამ მე ინფორმაციის ნაკლებობა იყო. პირადად მე გაგიკვირდებათ და პირველად მივდივარ ბათუმში. აქ არის მარიტაც. Beauty Queen. Hey, what's up? Hey, say something. Masked man. I don't like dust. English is better. I mean, it's decent. Not polluted, at least. A little bit, yeah, of course. Not little. I have been Gori, yes. Gori was amazing, I swear. Yeah. Yeah, Gori I will show. And me. ეხლა მივდივართ რომ დავადგეთ თავზე აივორს და მეორე რწმენელი. It's cleaning. Hello. Hi. We need room tour. A room tour? Yeah. Let's room is... ვიდივან 16 17 კარგია ჩვენთან ახლა მოდის სტუმრად ბარბარე გიხარია ჩვენთან ამანი ხარ? კი აბა ნახოთ რაღაცას მოვაფიქრებთ და გავაკეთებთ კარგია ეს მარიკა. მაინც კარგია. კარგი სიმღერა. დღეს არის საღამო აქ ამ ვიზიტზე და ხვალდით გავდივართ ამ საკამო. ახალი გამოცდილებები, ახალი პროფესიის დაუფლებას ვფიქრობთ უკვე. აქ სად მივდივართ? ბავშვებს მოვკითხოთ, მოდიათ არა გულვარში. უკვე და 2:09. დაბლა. გულვარში მივდივართ? ნაცვლისაც არის. ესეთი მყუდროლოგი გამოვა მამბანი მყუდრო. ნახოთ გაშენ ხორას ვიზამთ. და ჩვენი ოთახით უნდა ჩავტაროთ მე. ესე ჩვენ ოთახში მაგრამ კარგი და არა პრობლემა. ძალიან ლამაზი სარკეა. როგორია რესტორანი ჩემი? ლაუკენი, I don't know. ან ჩვენ იმას ვსაუბრობთ მეგობრებო, რომ საკმაოდ რთული დღეები იყო ეს 2 დღე და ერთდროულად ძალიან სასიამოვნო რა საოცარი გარემო დაგხვდა, ერთი ფისო ვიპოვეთ. ხო. და მოიყვანეს თან მაგრამ დიდად გაიქცა და ვერ მოუარეთ ისე როგორც საჭირო იყო სამწუხაროდ. ბავშვების ოცნება ავისრულე კიდევ ერთხელ და ჩემს საყვარელ წრეში ბუთი ვითამაშე ღამის ამ საათზე მეგობრებო. აი всё, ხა კარგია, ხო. გაგრძელე. საკმაოდ ძლიერი ვიყავი აღიარე. კი, საკმაოდ კარგად თამაშობს წრეში ბურთში. და ეს ცალი ხელით გვეთამაშა ბიჭი. ბავშვებო. ხო, არ არის აშკარა. წავიდეთ. დაუგონეთ საუზმეზე ძალიან მგონი. გამიღვიძეთ, მოვემზადეთ და ახლა მივდივართ საუზმეზე. ბოლოები. კი, და უნდა ყოფილიყავით რაღაც 45 საათზე. მინიმუმ მოვანთ. ალბათ გამომწონს აი აი მე სარკეში გაჩვენებ სულამ. აი სარკე არ გვაქვს. მაგრამ ცოტათი ჩანს. ნახევარი ლუკი. ძალიან დიდი სარკე არ გვაქვს. ხო. წელში TikTok-ს რო იყდი. ხო. აი აქაა დიდი სარკე. მანამდე სანამ შევუერთდებით ბათუმის უნივერსიტეტის აქციის მონაწილეებს, გოგოები დაკავდნენ ნარდის თამაშით. მე სხვათა შორის არ ვიცი გოგოებო და რამდენად საინტერესო თამაშია. ინტელექტუალური თამაშია? არა. ეს ცოტა მოიწყვეთ მაინც. აი Hello, once again. Hello once again. Hello once again. Can you tell me anything about those days, those 2 days? Snow days? Those 2 days? Past 2 days? Yeah. Terrible. Please tell. So what should I say? I was drunk and sleepy. Oh, I. მადლობა პასუხისთვის.
იმედი მაქვს, რომ აივარიც იქნება უკეთეს ხასიათზე. კადრობით, გაბშტობებით. სულ როგორ წესრიგდება ეს გოგო? არ ვიცი. არ ვიცი. ახლა რომ თორს გადავიღებთ, იმიტომ რომ მეხუთით რომ არ გადაგვიღია. არა რეალურად. ხო, მე მგონი ჯობია რომ დავალაგებ. რომ თორე ჩაიშალა რა ჯერ. ჩვენ მოვედით ბათუმის უნივერსიტეტში, რომ სოლიდარობა გაუწიოთ აქ სტუდენტებს და ძალიან ლამაზი გარემო არის. მე პირადად პირველად ნახე აქ და ძალიან მოუწევს. გავწდით ამ უნივერსიტეტს. აი ხო? ალბათ ხო, ალბათ კონკრეტულად შევიდეთ. ესე იგი, ბათუმის უნივერსიტეტში რა ვიყავით სოლიდარობის გამოსახატად. ძალიან მაგარი ბავშვები და ადამიანები დაგვხვდნენ. აღთხოვანებული ვარ და ვამაყობ ამ ადამიანებით, რომ ასე იბრძვიან საქართველოს თავისუფლებას და არ ეგუებიან უსამართლობას. პროტესტს ყოველთვის აქვს აზრი, როგორც ჯავხიშვილმა თქვა თუ არ ვწდები, ყოველთვის უნდა ისწავლო განათლება უპირველესია, მაგრამ არის მომენტები, როცა კალამი გვერდზე უნდა გადავდოთ და ვიბრძოლოთ. სამწუხაროდ ჩვენ ეს ყოველდღე გვიწევს, რაც ცოცხლები ვართ. თუმცა ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად სოლიდარობა. ნებისმიერი გზით შეიძლება რომ სოლიდარობა გამოხატოთ და გონია რომ გაკლია ძალიან საზოგადოებას. ერთიანობა და გონია რომ მარტო კონკრეტული ადამიანები აკეთებენ საქმეს. ნუ აკეთებენ, მაგრამ გონია რომ ეგრეც უნდა იყოს. ის რომ შეგვიძლია ვიღაცას თუნდაც უთხრათ რომ ძალიან კარგი საქმეს აკეთებს, ეგ ეს უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს. რომ უფრო მეტი мотиваცია და ენერგია მივცეთ. ძალიან გვიხარია რომ მაგის შესაძლებლობა მოგვეცა. მარიტა ლევანი ეს ჩვენი საბაზანო მომინთაც გმარლობთ ჰელო და ხა ჩვენ ზოგადად გაჩვენებთ და ხო yeah not impressed მაგრამ just normal and კი მეგობრებო გულით მომზადებული საკვები იყო სტაფი არის ძალიან თბილი და ძალიან ადამიანური ჟუჟუნა ბებო გავიცანით და 2 წუთში უამრავი ლექსი მოგვიცხნა. კომენტარებში დაწერეთ თუ გაინტერესებთ ხალხი, გაგირკვევთ და ჩაგიგდებთ ინფორმაციას. და ხო, ლანამ გაგირკვევთ, მითხრათ მე რომ აი რო გითხარი გაგირკვევთ რატო არ გამოგვიყვანს, ლანამ გითხრათ. Absolutely. ლევანმა მოიპარა მანდარინები. ყველა